გავიმარჯვებთ სახელოვნად. ისე გავიმარჯვებთ, რომ ქვეყანას არ დავაზიანებთ. ისე გავიმარჯვებთ, რომ ქვეყანა არ ჩამორჩება ცივილიზებულ სამყაროს ნაბიჯებს და ისე გავიმარჯვებთ, რომ ყველა იქნება კმაყოფილი. ზვიადმა გამსახურდიამ იცოდა მისი მოწოდებები ყოველთვის იწყებოდა მამული შვილნო. ჩვენ ისე გავიმარჯვებთ, რომ ისინიც არ დამარცხდებიან. ამას ამბობდა ზვიადი ხშირად. მისი პოლიტიკური ოპონენტები ძალიან ვერაგები იყვნენ ზოგადად და ყველაფერი იკადრეს ზვიადის მიმართ, მაგრამ ზვიადის კეთილშობილებას ვერაფერი ვერ უქნეს და ყოველთვის ამბობდა, რომ ჩვენ სახელოვნად ისე უნდა გავიმარჯვოთ, რომ ვინმე ამ ქვეყანაში თავი დამარცხებულად არ იგრძნოს. ამ ქვეყნის ყველა შვილმა თანაბრად უნდა მიიღოს ამ ქვეყნის სიკეთე, თანაბრად უნდა აიღოს ამ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა. აი ეს იყო მთავარი პოსტულატი და სწორედ გავიმარჯვებთ სახელოვნად გულისხმობს იმას, რომ არავინ არ დაიჩაგროს ჩვენი გამარჯვებით. არავინ არ დაიჩაგროს ჩვენი გამარჯვებით.